როცა გარდავიცვლებით ყველა ერთმანეთს ვნახავთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ ფიქრობთ, რომ ერთმანეთს ვნახავთ, ხო? ვერ ვნახავთ? ვერ ვნახავთ? როგორ არ ვნახავთ? აი ხა წარმოიდგინეთ, წარმოიდგინეთ, რომ აი ადამიანს მეგობრები ყავს, საყვარელი მეგობრები, ოჯახის წევრები ყავს, რომელიც ძალიან უყვარს, რომელთან ერთადაც აი მარადიულად სიცოცხლე ძალიან უხარია. და ჩვენ ხო მარადიულად უნდა ვიცოცხლოთ და ჩვენ ხო ღმერთი დიდ სიხარულს გვპირდება. დაბა შენთან ერთად თუ შენი ძმა არ არის, შენი და არ არის, შენი მშობლები არ არის, ესე დიდი სიხარული როგორ გექნება? აი შენ რო იცოდე მაგალითად, აი მოდი მაგალითი მოვიყვანო. მე რომ ქორწილში დაგპატიჟა და სხვადასხვა სახარებაში ქორწილი შედარებულია ხოლმე სასופრეოზე. ახლა წარმოიდგინეთ, ქორწილში დაგპატიჟო და შენ ცალკე დაგსვან, შენი ძმა ცალკე დასვან, მშობლები ცალკე დასვან, ისე ერთმანეთს ვერ ხედავთ. კარგი იქნება? აი ნათესავები, შენი საყვარელი ადამიანები, აი მეგობრები, ხა აქ ვინც დამეგობრდით, ერთად ხართ ქორწილში, მაგრამ ყველა ცალ-ცალკე რო ისხდეთ პატარ-პატარა სუფრაზე, ერთკაციან სუფრაზე. კარგი იქნება? ხო და აი ჩვენ ხო ადამიანებიც კი ვატყობთ, რომ ეგ არ შეიძლება. და ღმერთი, მოწყალე ღმერთი, როგორ ეგრე ცალ-ცალკე ამყოფებს ადამიანს სასუფეველში, ეგრე არ იქნება. იქ შენს ოჯახის წევრებთან, შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად იქნება. ოღონდ ამისათვის ადამიანმა აქ უნდა იცხოვროს ღვთისმცნებით და უნდა ეცადოს, რომ ღვთისთვის მოსაწონად გაატაროს სიცოცხლე. თუ რამე შეეშლება, აქაც ღმერთი მოწყალეა და ჩვენ სინანულის აღსარების საშუალებას გვაძლევს. ისე რომ ამაზე უნდა ვიზრუნოთ. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ აქ ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ იტანს. და იქაც მარადიულად რო ეგრე იყვნენ, აბა რა იქნება? ამიტომ თუ აქ ვინმესთან რაღაც წენა გაქვს, უსიამოვნება გაქვს, აქვე უნდა მოახერხო შერიგება. მანაირად არ ივარდეს. შემდეგ რატომ გამოიყოფა ამბიონი საკურთხეველს და შუა ტაძარს ერთმანეთისგან? რა დანიშნულება აქვს? ამბიონი განასახიერებს იმ ქვას, რომელიც აი გახსოვთ აღდგომის მომენტი, სახარებიდან გახსოვთ ქრისტეს აღდგომისა. როგორ შევიდნენ მენასაცხებლე დედები მაშინ გამოქვაბულში, სადაც საფლავში, სადაც იესო იყო დასვენებული, როგორ შევიდნენ? გადაგორებული გახდათ ლოდი. ხო და აი ლოდს განასახიერებს. იქ მღვდელი უნდა იდგეს და ღვთის სიტყვას ქადაგებდეს. იქ გახსოვთ ანგელოზი რომ გამოეცხადა და რა უთხრა, რატომ ეძებთო ცოცხლებსო მკვდრებს შორისო. ხო და ამბიონი არის ადგილი, საიდანაც ღვთის სიტყვა იქადაგება. საკურთხეველი განასახიერებს სასუფეველს და თითოეული ადამიანი, აი ნახეთ როგორ არის საკურთხევლის კარებზე, სამეუფო ჭერზე, აღსავლის კარზე, საიდანაც მღვდელი გამოგზანდება და ქადაგებს. იქ რომელი ხატი არის, თუ დაკვირვები ხართ? ხართ დაკვირვები ხართ სამეუფო ჭერზე, აი შუაში რო კარია საკურთხეველს, რომელი ხატია? ხარების ხატია. ხარება, როდესაც მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ახარა. რა ახარა? რომ მისგან სამყაროს შემოქმედი და სამყაროს მხსნელი იშვებოდა. წარმოიდგინეთ. ხო და აი ამ ხარებით დაიწყო ის საღვთო განგებულება, რომ ადამიანი უნდა გადარჩენილიყო და სასუფეველში შესულიყო. ამიტომაც იმ კარზე არის ხარების კომპოზიცია გამოსახული. რამდენი წლიდან შეიძლება მღვდლობაო? თქვენი აზრით რამდენი წლიდან შეიძლება? დავით აღმაშენებელი ხო გაგონეთ? შენ რამდენს ამბობ? 10 წლიდან 10 წლის მღვდელი რო იყოს. ახლა შენ წარმოიდგინე, აბა? წარმოგიდგენია 10 წლის მღვდელი? ვერა, ხო? აი რამდენი წლისა წარმოგიდგენია? 30?
20? 19? აი ესეთი ამბავია. ზოგადად ბავშვებო. ზოგადად აი დავით აღმაშენებელი რატო ახსენე? დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში კერძოდ აი ჩვენს მეზობლად ჩატარდა რუის ურბნისის საეკლესიო კრება 1105 წელი. 1105 რუის ურბნისის საეკლესიო კრებამ განსაზღვრა ვინ რამდენი წლის უნდა ყოფილიყო. მაგალითად მე დავითნე შეიძლებოდა ყოფილიყო უკვე 8 წლიდან. აი ხა ჩვენი გოგონები როდგან რომ მე დავითნეობენ ბიჭებიც ახლა ნელა იწყებენ მე დავითნეობენ 8 წლიდან შეიძლებოდა რომ ადამიანი მე დავითნებ დამდგარი. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ 8 წლის ბავშვს არა მარტო ჩვეულებრივად კითხვა შეეძლო, არამედ ძველ ქართულად ნუსხახუცურად კითხვა შეეძლო, თან ისე გაწაფულად. თორმე ეს შესაძლებელი ყოფილა. დიაკვნად კურთხევა, დიაკონი არის პირველი საფეხური უკვე მღვდლობისა. დიაკვნად შეიძლებოდა კურთხეულიყო ადამიანი 25 წლის, მღვდლად 30 წლის და ეპისკოპოსად 35 წლის. აი ესე იყო განსაზღვრული. თუმცა გამონაკლისის შემთხვევები როგორც ყოველთვის აქაც ხდებოდა. შეიძლებოდა დიაკვნად კურთხეულიყო 25 წლამდეც კი და მღვდლად 30 წლამდეც და ასე შემდეგ. აი მე მაგალითად 25 წლის ვიყავი, როდესაც დიაკვნად მაკურთხა მეუფე ანდრია. 27 წლის ვიყავი, როდესაც მღვდლად მაკურთხა. არის ესეთი გამონაკლისის შემთხვევები, თუმცა ზოგადი წესი ასე იყო, რომ 25 წლისა დიაკონი, 30 წლის მღვდელი, 35 წლის მღვდელმთავარი, ანუ ეპისკოპოსი. როგორ მივემსგავსოთ ღვთისმშობელს? ვინ ბიჭი ვის უნდა ბაძავდეს? ახლა ნახეთ ეს ძალიან საოცარი შეკითხვა. მოდი სანამ იმას ვიტყვით, როგორ მივემსგავსოთ ღვთისმშობელს, ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, აი როგორ წარმოგვიდგენია, რომ როგორი იქნებოდა ღვთისმშობელი. ჩვენი აზრით. როგორ გარეგნულად ჩვენ დაახლოებით ვიცით ხატებიდან, მაგრამ აი ხასიათი როგორი იქნებოდა, როგორ მეტყველებდა სიტყვაზე, აი დაუშვათ ვასწავლ, აი შენ როგორ წარმოგიდგენია, რა თვისება შეიძლებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქონოდა? შვიდი და ტკბილი. ტაში დაუკარით მოდი. ხოდა ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ შვიდი და ტკბილი ვიყოთ. იო, შენ რა სიტყვა? აი როგორი თვისებები შეიძლებოდა ქონოდა? ღვთისმშობელს ჩემი აზრით ექნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ღვთისმშობები ესო ქრისტისგან, რადგან დიონისე აროპაგელი, როდესაც ჩავიდა ღვთისმშობელთა, სადამ ისმიძინებდა, ის ამბობდა, რომ რომანს თოძნოდა, რომ ღმერთი კაცად მოსულიყო, ღვთისმშობელი ეკონებოდა ღმერთი. დიახ. ანუ იმდენად იყო თურმე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თვისებებით მიმსგავსებული იესო ქრისტეს, რომ აი ესეთი რამ თქვა წმინდა დიონისე არაოპაგელი. აბა ნიკოლო, შენ რას ყვეთ? ღვთისმშობელი იყო ძალიან მომწვენი და მომწვენი. ანუ ჩვენ ახლა ფაქტიურად დაახლოებით ისეთი თვისებებით ვახასიათებთ, როგორიც თავად უფალი იყო, ხო მართალია? აი მომთმენი. კიდევ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო? აბა შენ რას ყვეთ? კეთილი და მხიარული. კიდევ? როკა? თავდაბალი, რადგან მანამ ქრისტე ვარონებოდა დედამიწაზე, ის თავში ამბობდა, რომ ნეტა იმის მსახური იყო, ვინც ქრისტეს შობსო. ო, აი ზუსტად ჩვენ რო წერან ხარებაზე ვლაპარაკობთ, სანამ მას მთავარანგელოზი გამოეცხადებოდა, ეხლა ბარბარე დაგინახე. სანამ მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადებოდა, ის თურმე აი ამას ფიქრობდა, რაც ლუკამ თქვა. მას გაეგონა, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოვიდეს და ნეტავი მასო, ვის მიერაც ინებებს ღმერთი განხორციელებას. ნეტავი შორიდან მაინც დამანახა, მისი მსახური მაინც იყო. კი არ ამბობს, ნეტავი მე ვიყო ისო.
არამედ მისი მსახური იყო და სწორედ მაშინ გამოცხადებია მას თავარანგელოზი გაბრიელი და ეს უხარებია. ბარბარე, აბა რას გვეტყვი? ორი ბარბარე ერთმანეთს შეხვდა. პატიოსანი, მაგრამ ვერ შეხვდა. პატიოსანი. აი, ეხა უკვე ნახეთ, კიდევ ვიღაც იწევდა ხელს. დემე, აბა შენ რას გვეტყვი? ვინცი ჩაგრება მაგას მოაჩვენე. ვინცი ჩაგრება იმას გამოესარჩლებოდა, მიეხმარებოდა, ხო მართალი? კი ბატონო, ეხლა დააკვირდით. აი ეს არის თვისებები, რაც უცბად გავიხსენით, მოლაწმიდა ღვთისმშობლის შესახებ. აი ჩვენ ვეცადოთ, რომ 7 ვიყოთ, ტკბილი, მომთმენი, კეთილი, მხიარული, თავმდაბალი და პატიოსანი. და ესე შეძლებს ადამიანი, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მიემსგავსოს. და ვინც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მიემსგავსება, ახლა ნახეთ როგორ არის, აი, ხო არის ესეთი გამოთქმა, რომ მიჩვენეო, ვინ არის შენი მეგობარიო და გეტყვი ვინ ხარ შენო. ხო არის ესე ნათქვამი, რატოა ესე ნათქვამი? თქვენი აზრით, რატოა ნათქვამი? აი, რატო უნდა გგავდეს შენი მეგობარი, მაგალითად, მარიამ, რატო დაგემგვანებ? შენისთანაც იმეგობრებ მას დაემსგავსებ. შენისთანაც იმეგობრებ დაემსგავსები და ჩვენ თუ ვეცდებით რომ, მოდი პირიქით ვთქვათ, ჩვენ თუ ვეცდებით რომ ღვთისმშობელს დავემსგავსოთ, ესე იგი გამოდის რომ ჩვენ მასთან მეგობრობა შეგვეძლება. ესე რომ შევხედოთ, არა? და აი ვეცადოთ რომ ჩვენ მას მივემსგავსოთ და ეს იქნება ჩვენი მხრიდან აი ამ სურვილის გამოხატულება, რომ ჩვენ მასთან მეგობრობა გვინდა. ის ხო დედაა ჩვენი. და დედასთან რო იმეგობრო, აბა როგორი დიდებული ამბავია. ბიჭი ვის უნდა ბაძავდესო? ბიჭიც უნდა ბაძავდეს ამ თვისებებით, არ უნდა ბაძავდეს. იმიტომ რომ როგორც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ბაძავს თავად მაცხოვარს, ასევე ყველა ვაჟი უნდა ბაძავდეს მას. კოსმოსში თუ უჰაერობაა დროშა როგორ ფრიალებდაო. არის ეს კოსმონავტებს უნდა კითხოთ. მე მგდელი ვარ, თქვენ ცოტა მისამართი შეგეშალათ. აი კოსმოსში რო წავალ, მე იქ უნდა ვცადო და თუ არ გამოვიდა კითხეთ. რატო მაჩუქეს იესოს მოგვებმა ოქრო, გუნდრუკი და მური? რატომ? ნუცა, რატო მაჩუქეს? რატო მიართეს? რადგან ოქრო განასახიერებდა ღმერთს, მური ადამიანს და გუნდრუკი საკმეველი. გუნდრუკი განასახიერებდა მოიწინა მიკროფონმა. ანდრი, აღარ ირთვება? ოქრო როგორც მეფეს შეწირეს, მიართეს. შეწირეს როგორც მეფეს, გუნდრუკი შეწირეს როგორც ღმერთს და მუზეციელებს და მური შეწირეს როგორც ადამიანს. ოღონ აქ რა მურზეა ლაპარაკი, ხო? ნესაც წაღან ზეთი რო ვიწყეთ ტაძარში, ხო გახსოვთ? ძვირფასი ზეთი ნესაცხება. სულმელოვანი. ასეთი ძვირფასი ნესაცხებელია მური. რატომ აქვს წმინდა გიორგის ხატზე ცხენს კუდი შეკრული? არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ. არც დაუკვირვებია რომ მართალი გითხრათ და ეს უფრო ხატმწერებს ეცოდინებათ რა იკონოგრაფიული რა სიმბოლო არის. რა სიმბოლო ამაში ჩადებული. ხო, ნამდვილად არ ვიცი, რო არ მოგატყუოთ, მაგრამ მე ვეცდები რომ ეს გავარკვიო და ეს ამბავი მოვიტანო თქვენამდე. თუ აქვს ამას რაიმე ახსნა საერთოდ. ყველა ხატზე ასეა? არ არის, ხო, მე არ დავკვირვები არა, ეხლა პირველად შეამჩნია ამ ბავშვს. ღმერთი რამდენი წლისაო? ღმერთს ასაკი არ აქვს ბავშვებს. სანამ დროც ხო ღვთის ქმნილება და
იმ დროის შექმნამდე ღმერთი არსებობდა და რანაირად შეიძლება ის მარადიულად არსებობდა, იმას ასაკი არ აქვს. თუმცა იესო ქრისტეზე თუ ვიტყვით განკაცებულ ღმერთზე, ის 33 წლის იყო, როდესაც ჯვარს ეცა. სად ხდებოდა მოქმედება იესოს დაბადებამდე? რას გულისხმობთ? რა მოქმედება ხდებოდა? იესოს დაბადებამდე ცხოვრება ჩვეულებრივად იყო, მაგრამ იესოს დაბადების შემდეგაც ასე გაგრძელდა. სადაც ცხოვრობდნენ, ისე იქ ცხოვრობდნენ ადამიანები. თუ იმას ამბობთ, რომ ღმერთის ღმერთის დაბადებამდე სად ხდებოდა, ღმერთის დაბადებამდე არაფერი არ იყო, იმიტომ რომ ჯერ ღმერთი იყო ყოველთვის და მანამდე არაფერი არ იყო. რამდენი წლის ხარ მამაო? 38-ის. როგორი უნდა იყოს ტაძრის მსახური? ეს შეკითხვა უფრო მომწონს, ვიდრე ამის წინ. როგორი უნდა იყოს ტაძრის მსახური? მოდი ახლა ესე ვთქვა. ტაძრის მსახური მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის კვართით, ანუ სტიქრით შემოსილი მსახურობს საკურთხეველში, ან გნებავთ მგალობელი, რომელიც ტაძარში მსახურობს, ეს არის ბავშვებო ანგელოზებრივი მსახურება. მღვდელი განასახიერებს იესო ქრისტეს და სტიქაროსანი განასახიერებს ანგელოზს. გალობაც ანგელოზებრივი მსახურება, ანგელოზები უგალობენ ღმერთს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი უნდა იყოს ანგელოზი, აი როგორ წარმოგიდგენიათ, აი როგორ მოწესრიგებულად, როგორ კრძალვით და შიშით, როგორი თამდაბლობით, როგორი მონდომებით, თანმიმდევრულად ემსახურება ის ღმერთი. აი ესე უნდა ემსახუროს. ოღონდ, როდესაც წირვა დამთავრდება, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ დაუშვათ აი მორჩა მისი მსახურება. ის სკოლაში რომ მივა და მერხთან დაჯდება, ის იქაც სტიქაროსანია და მგალობელი. უნივერსიტეტში რომ მივა, იქაც ტაძრის მსახურია. ექიმია თუ სიტყვაზე აი ნებისმიერი სფერო აიღო, ყველგან არის ტაძრის მსახური. მას ყველა უყურებს ისე, როგორც ეს არის ტაძრის მსახური. და მისგან პატარა შეცდომასაც კი უკვე დიდად აღიქვამთ. და იქ ჩვენი კარგი საქციელით შეიძლება ადამიანებს ღმერთი დავანახოთ. მაგრამ იქ ჩვენი ცუდი საქციელით შეიძლება ადამიანები ღმერთის გმობამდე მივიყვანოთ. ამიტომ ეს ძალიან საფრთხილოა. ტაძრის მსახური ყველგან უნდა ცდილობდეს, რომ მოწესრიგებული იყოს და სახე იყოს, მაგალითი იყოს ქრისტიანობის. როდის აშენდა ეს ეკლესია? ალბათ იგულისხმება ფერისცვალების ტაძარი. ეს ტაძარი აშენდა 2014 წელს, 1 წირო 2014 წლის 19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულზე აღავლინა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ. გაიღიმეთ. გავიგინე, ბუნებრივად გამოვიდა. არ ვიცი. ეთქვა ის თუ დამღერის მიყურებს, გავიგინე. რამდენი წლისა უნდა ჩააბაროს ბავშვმა აღსარება? რა არის იცით ბავშვებო? ამას ესე დადგენილი ასაკი არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ ზოგიერთი ბავშვი 7 წლისა რო რაღაცას ხვდება, ზოგი 9 წლისა ხვდება იმდენს. ესმით რაზე? ანუ ეს ინდივიდუალური ამბავია. თუ არ დაიღალეთ, თუნდაც დავამთავროთ. დემეტრე. და მარტო ხო არ ახართ? ინდივიდუალური ამბავია. მოძღვართან გასაუბრებით, მოძღვარი შეატყობს, შეეკითხება, რა როგორ რანაირად და შეიძლება 7 წლის ზემოთ უკვე ნელ-ნელა ჰქონდეს ბავშვს მოძღვართან აი ასეთი საუბრები, ასეთი ურთიერთობა. თუმცა იგი მას არ ნიშნავს, რომ 7 წლის ბავშვმა უეჭველად აღსარება უნდა თქვას.
მაგრამ მშობელი უნდა ზრუნავდეს, რომ 7 წლის ზემოთ უკვე აი ასე მიიყვანოს, გაასაუბროს მოძღვარს და ასე შემდეგ. უფალს ყოველთვის ეყვარები, როცა გრძნობ, რომ სხვას გულს ატკენ, უფალს ყოველთვის ეყვარები. მაგრამ უფალს რომ უყვარხარ, შენ მას გულს ტკენ, როდესაც სხვა ადამიანს გულს ტკენ. თორე შენ რო ვინმეს გულს ატკენ, მაშინ გადაუყვარდები უფალს და ვინმეს რო გაახარებ, მაშინ შეუყვარდები? უფალს შენ ყოველთვის უყვარხარ. მე ჩემ მშობელს ყოველთვის უყვარვარ. ცუდად მოვიქცევი თუ კარგად, მე უყვარვარ მას, ეგრე არ არის? ეხლა რა კარგად თუ მოვიქეცი, ჩემს კარგ მოქცევაზეა მისი სიყვარული დამოკიდებული, არ არის ეგრე. ღმერთს ჩვენ ყოველთვის უყვარვართ. აი იუდა ძალიან უყვარდა უფალს. იუდამ ხო გაყიდა უფალი, გასცა. ხო თავი დაიღუპა ამით, მაგრამ ეგ იმას არ ისნავს, რომ უფალს იუდა არ უყვარდა. იუდას უფალი უყვარდა. კაინმა რო აბელი მოკლა, ხო გახსოვთ? კაინი ძალიან უყვარდა უფალს. ამაზე იმიტომ ცდილობდა უფალი, რომ კაინი სინანულში მოეყვანა. ნახეთ რას ეკითხება, კაინ, სად არის შენი ძმა აბელი? ღმერთს უნდა რომ კაინმა თქვას, რომ მე მოვკალი, ჩავიდინე ცოდვა და მაპატიე ღმერთო. კაინმა კი როგორ მიუგო, ნახეთ, რა ვიცი მეო, მის დარაჯა თუ ვინ დამადგინაო. ხოდა ღმერთი ცდილობს, რომ ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანს გამოსწორების საშუალება მისცეს. შენ რო ვიღაცას გული ატკინე, ღმერთი ცდილობს, რომ შენ მოგცეს საშუალება, რომ გამოასწორო, მიხვიდე შენდობას თხოვა. და ესე, თორე ამითი უფალს არ გადაუყვარდები, მაგრამ შენ ზიანდები თვითონ და ეს გულს ტკენს ღმერთს. შენ რომ არასწორად იქცევი და სულიერად დაცემული რო ხარ, ეს ღმერთს ამწუხრებს. და დამწუხრება და უსიყვარულობა სხვადასხვა რამე. რო უყვარხარ, იმიტომ წუხს. როცა განსაცდელში ხარ მარტო, მაშინ რატო მახსენდება, რომ ვილოცო? ესე ადამიანი რას იძლევა? სიხარულში არ ახსენდება, რომ ილოცოს, ღმერთი ავიწყდება. ამიტომ ღმერთი თავისი სიყვარულიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ის არ დაგვავიწყდეს, ხანდახან განსაცდელსაც უგზავნის ადამიანს. ოღონდ ღმერთს რა სჭირდება, რომ ადამიანს ღმერთი ახსოვდეს? იმიტომ კი არა, რომ ღმერთი არის ეგოისტი და ოღონდაც მე ვახსოვდე ადამიანებს, არა. ადამიანის მიერ ღმერთის ხსოვნა თავად ადამიანს ეხმარება, რომ ის იყოს სულიერად ჯანმრთელი. მაგალითად, როდესაც ადამიანს ღმერთი ახსოვს, ის ცუდ საქმეს არ ჩაიდენს, ეცდება ყოველ შემთხვევაში არ ჩაიდინოს. როდესაც ადამიანს ღმერთი ახსოვს, ის უიმედობაში არ ჩავარდება. იმიტომ რომ ახსოვს, რომ ღმერთი არის და ის არის ჩემი შემწყი. ისე რომ ადამიანს ღმერთის ხსოვნა ძალიან დიდ ნუგეშს აძლევს და ცოდებისაგან თავშეკავებას მატებს. მე მგონი გავედით ბოლოში. რატომ არ შეიძლება საკურთხეველში ქალის შესვლა? იმიტომ არ შეიძლება, რომ ტაძრის მსახური, ქაროსანი, უმეტეს სასულიერო პირი, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცი. მართლმადიდებულ ეკლესიაში ეს ასეა დადგენილი. წმინდა მამათა მიერ და თავად უფლის მიერ, კიდევ ძველი აღთქმიდან მოყოლებული. მე მგონი გავედით ბოლოში. ეხლა მე მაქვს თქვენთან ერთი შეკითხვა. რამდენი წუთია რაც ამ ბავშვებს ვღლი? 20. არა თავიდან ეგრე გავი. დავუშვათ, რომ სკოლაში, ხო გაქვთ სამზარეულო ბუფეტი თუ რასაც სატრაპეზო, როგორც ეძახით, რას ეძახით? სატრაპეზო ბუფეტი. დავუშვათ, სკოლაში სწავლობს 300 ბავშვი. და ბუფეტში რა იყიდება ხოლმე? კაი, გავიგე, რომ ვერაფერი ვერ გავიგე. დავუშვათ, რაღაც იყიდება. აი სკოლის ბუფეტში იყიდება, დავუშვათ, ხაჭაპური, ლობიანი იყიდება. და მოდი ვთქვათ, კაი, რადგან ამბობ, სოსისიანი იყიდება. ეხლა დავუშვათ, ამ 300 ბავშვიდან
ხუთ ბავშვს არ უყვარს არც სოსისიანი, არც ლობიანი და არც ხაჭაპური. ამიტომ დირექტორმა გადაწყვიტოს, მოდი ბუფეტი დავკეტოთ. იმიტომ რომ ეს 295 ბავშვი რო ჭამს, ეს 5 ბავშვი მშიერი რჩება. ესმით რაზე ალაპარაკი. და ადგა და რომ დაკეტოს ეს ბუფეტი. რამდენად სწორი იქნება? იქნება სწორი? 5 ბავშვის გამო, რომელსაც არ უყვარს, უნდა დაკეტონ სკოლის ბუფეტი? ეხლა ნახეთ რაშია საქმე. მშობლებმა რომ მიაკითხონ ამ სკოლის დირექტორს და უთხრან რომ იქნებ გაუღოთ ჩვენ შვილებს ბუფეტი, რა დააშავა ჩვენმა 295-მა ბავშვმა, თუ 5-ს არ უყვარს. სწორი იქნება მშობლის დამოკიდებულება თუ არა? მოდი ეხლა ესე დავსვათ შეკითხვა. დღეს საჯარო სკოლებში მართლმადიდებლური სწავლება არ არის. იმიტომ რომ 300 ბავშვიდან შეიძლება 5 კი არა, 1 იყოს, ან ისიც არა, რომელსაც არ უნდა ეს მართლმადიდებლური სწავლება. ამიტომ ამბობს დირექტორი, აქ შეიძლება 1 ბავშვი იყოს, რომელსაც ეგ არ უნდა. და არ არის იმ სკოლაში ღვთისმსიტყვა არ ისმის. მაგრამ მშობლები არსად არ მიდიან და არ ამბობენ, რომ ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს, რომ იმ ერთის გამო ამდენს ღვთისმსიტყვას აკლებთ. ეხლა სწორია მშობლის საქციელი? თუ ხაჭაპურისთვის და ლობიანისთვის მიდის მშობელი და გამოთქვამს თავის აზრს, რომ ჩემი შვილი მშიერი რჩება, როგორ ღვთისმსიტყვის გამო არ უნდა მივიდეს? უნდა მივიდეს და არ მიდის. უბრალოდ დგას და ამბობს, როდის შევა სკოლაში რელიგია. როდის შევა სკოლაში რელიგია. თვითონ ხელს არ გაანძრევს, არ მოითხოვს, არ შეწუხდება და ის შვილი სულიერად მშიერი რჩება. ანებო. რა დაგიშავეთ, კარგებო, ჩემო ძვირფასო ანებო. იქნება მაგ თქვენ საუბარს ცოტა ხნით თავი ანებო. კარგი, მეორე შეკითხვა. ეგ ერთი რაღაცნაირად გავიარეთ. სიყვარულით ექსპრომტ. მოდი, ეხლა ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. დავუშვათ რომ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ყავს მეგობრები თავის კლასში, მეგობრები ყავს. მაგრამ ამ მეგობრებს არ ექცევა ისე, როგორც მეგობრობა შეშვენის. არამედ ამ მეგობრების შესახებ სხვაგან ლაპარაკობს. რა უნდა დავუშვათ ერთ ადამიანს ყავს 4 მეგობარი. მოდი სახელები დავარქვათ, გინდა? არა, ვისაც მეგობრობა ეშლება, იმას არ დავარქვათ. ვისაც არ ეშლება, იმათ დავარქვათ. დავუშვათ, აი ეს არის, მოდი რა ვქნათ, იცი? აი ღიმილი დავაკრათ. ღიმილა ბიჭი. დავუშვათ ისე რა, რო არ ვაწყენოთ ვინმე სახელი რო დავარქვათ, შეიძლება ვაწყენოთ. დანარჩენებს დავარქვათ სახელები. ლადო. რაღა თქვენ გაწყენოთ, კიდევ? გიორგი. ანა. რა დავარქვათ? მარიამ. მორჩა, 4-ო. დავუშვათ, აი ამ ჩემ ღიმილა ბიჭს
ყავს ეს 4 მეგობარი. ეს ვერ იქცევა ამათ წინაშე, ამათ მიმართ, კარგად ვერ იქცევა. ეს ჩვენი ღიმილა ბიჭი, ხან ღიმილი და ხან მწუხარეთ, სხვებთან ლაპარაკობს რაღაცას. რა უნდა გააკეთონ ამ 4-მა? მართა, რა უნდა გააკეთონ ამ? უნდა კარგად მოიცნო, იმერცებს გადაეტოს, კარგი. ხასიათი ხო? შეგენაცვალე, დაუჭერათ ხა. ანუ გამოსავალი მართლაც არ არის იმაში, რომ ამათ ვიღაცამ წამოიყვირა, თავი დაანებონ, აღარ იმეგობრო. ეგ ხო არ არის გამოსავალი. აბა მოდი ამ ღიმილა ბიჭის ადგილზე წარმოიდგინე თავი, რომ შენ თავი დაგანებონ, აღარ გემეგობ. პირიქით, იმდენად კიდე უფრო უნდა გააძლიერონ სიყვარული და კარგად მოექცნენ, რომ ამან მიატოვოს თავისი ცუდი და ხასიათი. ესმით, აი, ეგ არის ამათი დანიშნულება. ეგ არის თუ ამათ უყვართ ეს, როგორ დაანებებენ თავს? ეგრე ადვილად დაანებებენ? თუ ეგრე ადვილად დაანებეს, ესე იგი ამათ ეს არ ყვარებია და მეგობარიც არ ყვარს. სხვადასხვა მე ადრე გითხარით, ერთი ჩვენი მეგობრის მამა ათ უკვე გარდაცვლილი. ეს ხელისე იყო, რომ ჩვენ პატარები ვიყავით და რაღაც სუფრასთან დაგვსხა თვითონ და სადღეგრძელოებს ამბობდა, რაღაცებს ვიყვებოდა, გვეფერებოდა, გვასწავლიდა და ერთი რა დამამახსოვრდა იქიდან. იმ მთელი სუფრიდან და საუბრიდან. თუ მეგობარმაო დაკარგაო, ესე იგი მეგობარი არ დაგიკარგავს. ეხლა ეს მე როგორ გავიგე, არ ვიცი, შეიძლება ვწევი, მაგრამ მე ესე გავიგე. თუ ეს ჩვენი ღიმილა ბიჭი დაკარგა ამ 4-მა, ან დაანებეს თავი, აღარ მეგობრობს. ესე იგი ამ ღიმილა ბიჭს არც ერთი მეგობარი არ დაუკარგავს, იმიტომ რომ ესენი მეგობრები არც ყოფილან. შეუძლარი ხო არავინ არ არის. ამას შეიძლება მართლაც ეშლება რაღაც. დავუშვათ, აი მეგობრებთან რაღაც პრობლემა აქვს და წავიდა და სხვებთან ლაპარაკობს. გულწრფელად კი არ მოდის და ამათ კი არ ეუბნება, რომ აი მე ეს მწყინს თქვენგან, ეს მწყინს. წავიდა და სხვებთან ლაპარაკობს. ამას ეშლება, უდაოდ ეშლება, ეს არ არის მეგობრისგან მოსაწონის აქციები. მაგრამ ეს ამათ დაკარგვაზე არ ფიქრობს, არ მიატოვა ესე. მაგრამ ამათ რომ მიატოვონ, ეს ნიშნავს, რომ ამათ არ ყვარებია. და ამათ შეუძლიათ მათი სიყვარულით, ეხლა მართან ანგელოზი ლაპარაკობს ბავშვის პირით, ხო გაიგონე? ამათ შეუძლიათ უფრო მეტი სიყვარულით ეს შეცვალო და გამოასწორო. უნდა ეცადონ ყოველ შემთხვევაში. ეგრე ადვილად არ უნდა მიატოვონ. თორე შეიძლება დავუშვათ ერთი მიატოვეს, დაკარგეს, წავიდა, 4-მიღა დაჩნდა. ამ 4-დანაც თუ ვიღაცას შეეშარა, დავუშვათ მარიამს. ესეც მიატოვონ ამ 3-მა? მერე ლადოც მიატოვონ და მერე ანასა და გიორგის შორისაც შეიძლება რაღაც მოხდეს. და რა გამოდის? ეშმაკი იმარჯვებს, ეშმაკმა დაყო ესენი ცალ-ცალ. მაგრამ ღმერთი აერთიანებს და ის ღმერთი არის სწორედ სიყვარული. რაც თქვა ბავშვმა, რომ უნდა მეტად შეიყვარონ, რომ გამოსაგონ. რაოდენ თუნდაც სკოლაში მასწავლებელმა დახატა თეთრი ბურთულა და ბავშვები ატყობენ, რომ ეს შავი არისო და ერთი ამბობს შავი თეთრი არისო ისიც ეთქვეს, რომ შავია. ხო, შეიძლება ისიც გადაიყვანონ ჭკუიდან, ხო? სხვადასხვა ეგეთიც და ჩაატარეს. 10 ადამიანი იყო და ერთი იყო საცდელი კურდღელი, ესე რომ. შემოვიდა ერთი, რომელიც წინასწარ დარიგებულია, თქვა, რომ ეს არის შავიო, მეორემაც თქვა შავია. იმ მეათეს უკვე რომელზეც დასატარებენ, უკვე ეჭვი გაუჩნდა, იქნება მართლა შავია და მე თეთრი მგონია. არის ეგეთი ამბავი. კარგი ბავშვებო, ეხლა ძალიან რო აღარ გადაგღაროთ. მოდი თუ გინდა ერთი პატარა ამბავი ვნახოთ. რა ვარ ეს თქვა გინდოდა? არა? ჩვენ რაღაცნაირად ანიმაციები მოგვიძებდა, მაგრამ რა ვქნა, აბა? თავზევით ძალა არ არის. რა?
ატერიკები. მოდი, რა ვქნათ, იცი? აი, შენ გითხარი რომელი ჩავთ. რომელსაც შენ მეტყვი იმას ჩავთ. აი, თუ გინდა სახელები წაიკითხე. ეს ჩავთოთ, წმინდა გიორგის სასწაული. კარგი ჩავთ. ეს მე მგონი დიდი ხანი აღარ გინახ. სამთავი მოხდა საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში. ოღონდ ეცადოთ რომ შუმად ვიყო. იგი დროისაგან საკმაოდ დაზიანებული იყო. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი ყარიბად ცხოვრობდნენ და იმის საშუალება არ ჰქონდათ, რომ ტაძარი შეეკეთებინა. ერთხელ ტაძრის გვერდით ბავშვები ერთმანეთს კენჭების სროლაში ეჯიბრებოდნენ. პატარა მათეც უფროსების გვერდით იდგა და თვალყურს ადევნებდა მათ. მასაც გაუჩნდა თამაშის სურვილი და დიდი მონდომებით შეეცადა კენჭი ქოთანში ჩაეგდო. მაგრამ რამდენჯერაც სცადა, არ გაუმართლდა. მისი ნასროლი კენჭი მიზანს არ აღწევდა. უფროსი ბავშვები მას დასცინავდნენ და პატარა მათთან თამაშის სურვილი სულ დაკარგა. ამოიოხრა და იმედგაცრუებული იქაურობას გაეცალა. ერთი კენჭი მაინც ჩამეგდა. ყოველთვის ასეთი უსმელი, ხომ არ ვიქნებ? უცებ მას წმინდა გიორგის ძლიერების შესახებ დედის ამბობი გაახსენდა. ეკლესიისაკენ მიტრიალდა და წმიდანს გულხურვალედ შეევედა. წმინდა გიორგი, გევედრები და მეხმარე რომ კენჭი ქოთანში ჩავაგდო. მე კი გემრიელი ნამტვარს მოგიტან. იმედმიცემულმა მათემ მაშინვე კენჭი ისროლა. და ჰოი, საოცრება! მისი ნასროლი კენჭი ქოთანში ჩავარდა. გახარებული მათე მაშინვე დედასთან გაიქცა, რომ მომხდარი სასწაულის შესახებ მოეყოლა. დედიკო! დედიკო! რა იყო, შვილო? დედიკო, მე ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი და კენჭი ქოთანში ვერაფრით ჩავაგდე. შემდეგ წმინდა გიორგის შევევედი და ის დამეხმარა. დედიკო, მე წმინდა გიორგის ნამცხვარს დავყიდი, ხომ გამომიცხო? აუცილებლად. წამოდი, ერთად გამოვაცხო. დედა მორწმუნე იყო და შვილსაც ღვთისმოშიშებით ზრდიდა. მან გულითადი მადლობა შესწირა ღმერთს და ასევე წმინდა გიორგის, რადგან მათ შეისმინეს მისი შვილის თხოვნა და დაეხმარნენ მას. ნამცხვარიც გამოუცხო და ეკლესიაში გაატანა. მადლობთ, დედიკო. გახარებული მათე მაშინვე ეკლესიისკენ გაემართა, რომ წმინდა გიორგისთვის დაპირებული ნამცხვარი მიერთმია. მათე დიდი მოწიწებით შევიდა ტაძარში და მადლობა გადაუხადა წმიდანს. მადლობა წმინდა გიორგი, რომ დამეხმარე. აი ნამცხვარიც მოგიტანე. სწორედ ამ დროს ტაძარს ორი ვაჭარი უახლოვდებოდა. ისინი საკმაოდ კმაყოფილნი ჩანდნენ, რადგან იმ დღეს კარგად ივაჭრეს. ეკლესიას რომ ჩაუარეს, შეჩერდნენ და შესვლა გადაწყვიტეს. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა, იქნებ შევიდეთ. მართლაც ჯარებ, შევიდეთ. როგორ დაზიანებულია ეს ტაძარი? ნამცხვარი კი, რომელიც მათემ ეკლესიაში დატოვა, ჯერ კიდევ ცხელი იყო. როცა ვაჭრები შევიდნენ, დაინახეს თუ არა გაოცდნენ. წმინდანს არ ჭირდება, მოდი ჩვენ მივირთვათ. გადატეხეს ნამცხვარი და გემრიელადაც მიირთვეს. გაგერველი არა? შემდეგ საკმეველი თებშზე დაყარეს და გასასვლელად მიტრიალდნენ. მაგრამ აი სასწაული, გასასვლელი კარი გაქრა. ეს რა დაგვემართა? გაოცებულებმა წმინდა გიორგის მიმართ ლოცვა დაიწყეს. წმინდა გიორგი, გამოგვიჩინე გასასვლელი, რათა მშვიდობით გავიდეთ. მონეტის შეწირვაც გადაწყვიტეს. მაგრამ ამითაც არ ეშველათ. მაშინ მიხვდნენ, რომ შესწოდეს. მუხლებზე დაიმხნენ და გულმხურვალედ შეევედრნენ წმინდანს, რომ ღმერთს ეპატიებინა მათთვის. წმინდანმა შეისმინა მათი ვედრება, რადგან შეინანეს და უცებ გასასვლელიც გამოუჩინა. ვაჭრებს ძლიერ გაუხარდათ და მადლობდნენ წმინდანს.
მადლობა წმინდა გიორგი, რომ შეისმინე ჩვენი ლოცვა და გასასვლელიც გამოგვიჩინა. და იმ დღის მთელი მონაგების ეკლესიისათვის შეწირვა გადაწყვიტეს. ვაჭრებმა ამ სასწაულის შესახებ მრავალ ადამიანს უამბეს. ხალხი მოდიოდა ამ ტაძარში სალოცავად და შესაწირავსაც ტოვებდა. ამ შემოწირულობებით კი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ტაძარი შეაკეთეს და გაამშვენიერეს. ბავშვებო, მოდი, თუ არ დაიღალეთ, ესეც განვიხილოთ და დავასრულოთ. თუ დაიღალეთ, ეხლავე დავასრულოთ. მოდი, მაშინ მარტო ერთ რამეზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. აი ამ ვაჭრების საქციელიდან რა არ მოგეწონათ. მოდი, ოღონდ ისეთი, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. მე ახლა ერთი რამე შევამჩნიე, რაზეც არ გვისაუბრია. დანარჩენი ყველაფერზე გვისაუბრია. მართა, რა არ მოგეწონა? მე ამ გოგონას ვკითხე. ვაჭრებმა მათეს მოტანილი ნამთვარეში. კი ბატონო, რაც არ ეკუთვნოდათ, ის შეჭამეს. ეგეც. ოღონდ აბა ვინ მიაგენებს იმას, მე ახლა რა არ მომეწონა, რა აღმოაჩინა. აბა ვინ? არა, შენ თქვი, რაც არ მოგეწონა. შეიძლება ეგ არის. ის რომ მე მივხვდნენ რომ შესტომა ჩაიდგინეს და აქამდე რომ აქამდე რომ ვერ უნდა მივხვდარია. კი ბატონო. აბა ბარბარე, შენ რას გვეც? მოდი ვინც არ ყოფილა ჯერ ისე. ეგრეთ გვესი მოთხოვა ეს მინდა შევსწრებო ეს მოთხოვნა. და თვითონ შეჭამს. ლიზა, შენ რას გვეც? ეგ უნდა გეთქვა? აბა ელენა თუ ლილინა, რომელი? ხურდა დაუდეს და ხუდით მოიგდეს. სხვადასხვა ხურდა რო დაუდეს, ნახე როგორ მიარტყა თავის ქისას, აქ ხო არის ჯერ კიდე ბევრიო, მაგრამ კარი არ გაიღო. კარი ხურდის გამო კი არ გაიღო. კარი რის გამო გაიღო? ლოცვის და სინანულის გამო. აბა შენ რას გვეთქვა? აი ამ ქალბატონის ჩართულია ეგ ვიდეო. მასმა ის არ მომეწონა რომ ის მათი ნამცხვარი დავდა და იმ ვაჭრებმა შეჭამეს. მარიამ, შენ რას გვეთქვი და მე თიკა, ხო თუ ბარბარე? ის არ მომეწონა რომ დასცინადნენ ბიჭები. ხო, კი ბატონო, ხო ეხა ვაჭრებზე ვლაპარაკობთ, აბა? მე არ მომეწონა რომ ეკლესიაში შეჭამეს. ეკლესიაში რო ჭამს, აბა შენ რას გვეთქვი? იმიტომ რომ ხარბები იყვნენ. ხარბები იყო. აბა დავით, მოდი ჯერ ვინც არ ყოფილა ეს ბიჭები. რომ შეჭამეს ნამცხვარი რაც დარჩა ნამცეცები დაუდეს. დაუდეს, აბა ლუკა, შენ რას გვეთქვი? ეგ უნდა გეთქვა, აბა თომ, არა ეს ბიჭები უკან ბიჭებია. აქეთ. გასაჭირში რომ ჩავარდნენ, მაშინ დაიწყეს ლოცვა. მაშინ დაიწყეს, შენ რას გვეთქვი? თომა. აი შენ გენაცვალე. ეგ უნდა მეთქვით. ხმაურით რო ჭამდნენ. თქვენ ძალიან მაღალ ფარდოვან რაღაცებს ამბობთ, უბრალო რამეს ამბობთ. ეს თითქოს ადრე ისწავლებოდა ხოლმე ეთიკა. ეხა არის რა? ერთ წუთი ანუ უნდა უხმაუროთ ჭამო და სანამ ლუკმას არ ჩაყლაპა, არ უნდა ილაპარაკო. ხო მარტივი ამბავია. აი ეგ ეშლებოდა. ისე რომ თქვენ ეს გაითვალისწინეთ ხოლმე, ხმაურით კი არ უნდა ჭამო. და ჭამის დროს კი არ უნდა ილაპარაკო. არამედ ეს მოწესრიგებულად უნდა გააკეთო. აბა ის რომ ნამცხვარი რომ შეჭამეს, რა თქვეს რომ ეს არ სჭირდება და რომ შეჭამეს მაგის ნაცვლად საკმარელი რა დაუდეს. საკმარელი დაუდეს. აბა მარიამას გითხრას და დავასრულოთ. თავიდან უნდა მიხვდარიყვნენ რომ ის ნამცხვარი იყო უფლის და არ უნდა შეეჭამათ. ხო, მათ არ ეკუთვნოდა. აბა ვაშკაცო, შენ გითხრა. დაუკითხავთ რომ შეჭამეს. დაუკითხავთ არ უნდა აიღოთ. აბა შენ ამბობდი? ვიცი. დოტნე. აბა გითხარი და დავასრულე.
ის რომ ერთი წელი მონეტით მოსყიდავდნენ და ეგ შეცდომა იყო, კი ბატონო. კიდევ რომ თან ბევრი ჰქონდათ და მეტი კიდევ ვერ გაიმეტეს და როცა მიხვდნენ რომ უკვე ის სასწაული მოხდა, უკვე ის კარგია რომ მიხვდნენ და აღარ აი რომ მიხვდნენ და მადლიერებით შეწირეს, ეგ იყო კარგი. თავიდან რომ უნდა მოესყიდათ და ეგ რომ შეწირეს, ეგ არ ვარ. კარგი, ავდგეთ და ვილოცავთ.